ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად, ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს, ამბობდა წმინდა აღმსარებელი და სალოსი ბერი გაბრიელი, ბრძენი მამა და მოძღვარი, რომელიც ყველა ადამიანში ღვთიურ საწყისებს ეძებდა. არაერთი მაგალითი და ქადაგება დარჩა მრევლს მისგან, რომელიც ყველა სუფლისა და მოყვასის სიყვარულს უნერგავს. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებული წმინდანის წმინდა ნაწილების პატივის მისაგებად მრევლი ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩამოდის. უკვე ერთი კვირაა, რაც სიწმინდის მოსალოცად მოსული მორწმუნეებისთვის ტაძარი ყოველდღე 24 საათის განმავლობაში ღიაა. ასევე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს წმინდანის სულისადმი სავედრებელი პარაკლისი. დიდია წმინდა აღმსარებლისა და სალოსის ბერი გაბრიელის ღვაწლი ქართული ერისა და ეკლესიის წინაშე. სწორედ უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა ის, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მომლოცველთა რიგები დღისითაც და ღამითაც არ წყდება. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავესაუბროთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც რეგიონიდან ჩამოვიდა. მოგესალმებით, გაბატონო, საიდან ჩამოვიდნენ? ჩვენ ჩამოვედით ზესტაფონის რაიონიდან, სოფელი პირველი სვირი და მეორე სვირი. ნამდვილად აი სიტყვები, რასაც მამა გაბრიელი გვიქადაგებს, რომ საქართველოს აღსდგება ანდერჩი უწერია, მე ნამდვილად მწამს და მამა გაბრიელის მადლი ყველა აქ მომსვლელს და სრულიად საქართველოს აუცილებლად შეეწევა. ძალიან კმაყოფილი და ახრთოვანებული ვარ, შესვლაზეც არ შემქნია პრობლემა და ძალიან ახრთოვანებული ვარ, რომ მამა გაბრიელის ნაშთს ვემთხვიე და ჩემი შვილებიც ემთხვიენ. ახალციხიდან ჩამოვედით, ჩვენი კოლექტივი ჩამოვიდა, ანუ მეექვსე საბავშვო ბაღია. ვემსახურებით ბავშვთა აღზრდას, ამიტომ ჩამოვედით, რომ ვილოცოთ სრულიად საქართველოსთვის, წავიღოთ მადლი, ჩავიტანოთ ახალციხეშიც, სამცხე-ჯავახეთშიც და ჩვენ საბავშვო ბაღებშიც, ალბათ თითოეულში და ჩვენ ოჯახებშიც. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან წესრიგს საპატრულო პოლიციასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახურები უზრუნველყოფენ. იმისათვის, რომ თითოეულმა მშვიდად შეძლოს ტაძარში შესვლა და წმინდა ნაწილების მოლოცვა, ეკლესიაშიც და ეზოშიც სპეციალური კორდონია გაკეთებული.
მამა გაბრიელის წმინდანესტის გადმოსვანებიდან მოყოლებული თბილისის სამების საკათედრო ტაძარში მომლოცველთა და სიწმინდესთან მიახლების სრულთა ნაკათარის არცხრება. მომბრძანდებიან ეპარქიებიდან მოძღვრები მრევლთან ერთად და უნდა აღვნიშნოთ, რომ არა მართლმადიდებლებიც მოდიან. რომ რაც ასოება აქვთ, მასაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მამა გაბრიელთან და ისინიც ემთხვევია ლუსკომას და ასე მდიან. 24 საათის განმავლობაში უწყვეტი ნაკადია. და მას ძალიან გვეხმარებიან ჩვენ სხვადასხვა ეპარქიის მამებიც, რომ აქ წესრიგი დავიცვათ, ლოცვა იყოს 24 საათიანი ლოცვა შევუწოდოთ. და ასევე ძალიან გვეხმარება ის ძალოვანი სტრუქტურები, სხვადასხვა დანაყოფებია გამოგზავნილი და საკმაოდ მოწესრიგებული სიტუაცია გვაქვს ახლა. ჩამოვედი ზესტაფონიდან ნამდვილი მადლის მისაღებად. ძალიან ბევრი ხალხია მიუხედავად ამისა, მაგრამ მე ვთვლი, რომ მე გავაკეთე მოვიხადე ის მოვალეობა, რომელიც უნდა მომეხადა ღვთის და ამ წმინდანის წინაშე. ძალიან ბედნიერი ვარ, ღმერთი შეეწიოს ყველას და ყველას ფარავდეს, მთელ საქართველოს ფარავდეს წმინდანების მადლი, მათი ლოცვა და უფალი. ჩვენ ვართ ქუთაისიდან, მოხარულები ვართ დღევანდელი დღით. ულოცავთ სრულად მთელ საქართველოს, დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს მთელ საქართველოს და გვფარავდეთ მამა გაბრიელი. ეს კადრები დილიდან დღის 3 საათამდე მრევლის რაოდენობას ასახავს. რეგიონებიდან და სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული სტუმრები აქ ეპარქიებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და სხვადასხვა დაწესებულებას წარმოადგენენ. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობლის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი არ იხურება და მრევლს 24 საათის განმავლობაში შეუძლია წმინდანს პატივი მიაგოს. ღირსი მამის წმინდა ნაწილები ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება. აღსანიშნავია, რომ ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის საფლავი 22 თებერვალს გაიხსნა. 2 დღის განმავლობაში მორწმუნეებს წმინდა ნაწილების მოლოცვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჰქონდათ. შემდგომ კი მცხეთიდან საზეიმო ლოცვითი მსვლელობით სიწმინდე დედაქალაქში გადმოაბრძანეს. საბოლოოდ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს მცხეთის სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ.